რამდენიმე წლის უკან ერთ-ერთმა ქურუმმა ესეთ სიტყვები მითხრა. ყველაფერი იცი, ვინმე რომ მკითხოს. არა, უბრალოდ ბევრი რამ იცი, ვინმე რომ მკითხოს, საიდან იცი, არ იცი, აი ესე მეუბნება. საიდან იცი, არ იცი, ვერ ეტყვი საიდან იცი. მაგრამ ყველაფერი იცი, რაც შეიძლება შენს სივრცეში გჭირდებოდეს. რაც შეიძლება შენს ცხოვრებაში ხდებოდეს. და მათ შორის სხვის ცხოვრებაშიც. შენ რომ თავის დროზე არ გეზარმაცსა და გესწავლა, ესეთ სიტყვებს ამბობს დიდო მეფეო. ეს არის მისი სიტყვები. ძვირფასო სულებო, ცოდნა არ მიიღება სწავლებით. ეს სიტყვები რამდენიმე წლის უკან ვერ გავიგე, რას ნიშნავდა მისი ეს ნათქვამი. დღეს ჩემთვის ეს ყველაფერი დღესავით ნათელია და მიხვდები თამაში რას გულისხმობ. ცოდნა იმით არ მიიღება, შენ რამდენი ხანი ისწავლე. სკოლაში დადიოდი, თუ არ დადიოდი, უნივერსიტეტში სწავლობდი, თუ არა ხარ მაგისტრი, ასპირანტი, დოქტორი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ცოდნა ამით არ განისაზღვრება. შეიძლება იყო დოქტორი, მაგრამ იყო კმაყოფილი დოქტორის ხარისხის მფლობელი, თუმცა მე ამით არ ვაკნინებ განათლებას, არ ვაკნინებ ადამიანების მიერ გაწეული შრომა სწავლისათვის. არ აქ სხვა რაღაცას გულისხმობ და მიხვდებით რასაც. ცოდნა როგორც ასეთი ადამიანს აქვს თანდაყოლილი. ალბათ გაგიგიათ ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ხარისხები ცოდნის მხრივ, მაგრამ საერთოდ სხვა მიმართულებებით მუშაობენ, ხო? სხვა მიმართულებებში იხსნებიან და ასე ვთქვათ, შემოსავალი სხვა მიმართულებებიდან აქვთ და ყველას გიფიქრიათ, რომ რა აზრი აქვს, აი იმან ისწავლა, ამან ისწავლა და ასე და ისე და ზოგჯერ პასუხები ვერ გაგიგიათ. მე ზოგი ქვეყანას აბრალებს, ზოგი მთავრობას აბრალებს, ზოგი რას. ძვირფასო სულებო, მთავარი არსი ამ ყველაფერში, იცი რაში მდგომარეობს. შეიძლება შენ ნებისმიერი რამე ისწავლო, მაგრამ ის ვერ განავრცო და ვერ განავითარო, იმიტომ რომ შენ სულს მისიაში ეგ არ აქვს. იმიტომ ვერ განავრცო, რომ შენი სული სხვა რაღაცისკენ გეძახის, სხვა ვერ, იმ კონკრეტულში ვერ ხდება გავრცობა მისი, ვერ ხდება მისი მასშტაბირობა, ხო? ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენ სულს აქვს რაღაცა სხვა გზა, სხვა მიმართულება, სხვა მისწრაფება, რომელსაც ვერ აცნობიერებ რა არის. სხვადასხვა ადგილებში, ასე ვთქვათ, სინჯავაი დაუშვათ იმან ბიძაშვილმა, ის დაამთავრა ეკონომიური და ეს მომგებიანია და პოპულარულია და დედაჩემს უნდა რომ იქ გამოვიდა ის მიუს წარმატება, ასე შემდეგ. მაგრამ იქ ვერ ხდება შენი რეალიზება.
არსებობს ჰერმესიზმში ასეთი გამოთქმა, ღია მეხსიერება. ეს ნიშნავს ღია მეხსიერება. ადამიანს, რომელსაც ცოდნა დაბადებიდან მოყვა, ადამიანმა, რომელმაც იცის ის, რაც არ უსწავლია და მიწერთ დონეზე რომ კითხოს ყველაფერი საიდან იცის, ვერ კითხოს საიდან იცის. იმიტომ რომ არ იცის საიდან იცის. ამაზეა საუბარი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ვიდეო იწერება. ძვირფასო სულებო, შენი სულიერი სივრცის არხზე იხსნება სკოლა, რომელიც დიდი ალბათობით ფუნქციონირებას დაიწყებს ნოემბრის თვეში, დიდი ალბათობით, თუმცა ამის ამ წუთში დაზუსტებით თქმა ჯერ არ შემიძლია. დიდი ალბათობით ნოემბრის თვეში. სადაც მიიღებიან ადამიანები კონკრეტულად ეზოთერიული მიმართულების სულები, რომლებსაც აქვთ ღია მეხსიერება. შენი სულიერი სივრცის არხზე არსებულ სკოლაში, რომელსაც აუცილებლად ექნება სახელწოდება, ვიცი რაც სახელიც ექნება, მაგრამ ამ წუთას ამ ყველაფერს მერე დავაანონსებთ უკვე. ამ სკოლაში არ მიიღება ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მსურველი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ეზოთერიკა შეისწავლოს. არა იმიტომ, რომ რაღაცა ქვეაზრები დევს ამაში, არა, არამედ იმიტომ, რომ ამ არხზე, ამ სივრცეში, იმ სკოლაში, მხოლოდ ის ბრჭყალებში მოსწავლეები იქნებიან, რომლებმაც უკვე იციან. მაშინ ჩნდება კითხვა, რომ თუ უკვე ყველაფერი ისედაც ვიცი, მე სკოლა რა თმინდა? სკოლა ბრჭყალებში. იმ სივრცეში, რომელიც გაიხსნება, ადამიანები, რომლებიც იქ იქნებიან მიღებულნი, აუცილებლად გაივლიან შერჩევას და ეს შერჩევა მოხდება მათი ბედის მატრიცის საფუძველზე. მე მათ ბედის რუკაში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანმა მითხრას და რა თქმა უნდა, ყველა ვინც მოვა სკოლაში, ექნება გასაუბრება. თუ რის საფუძველზე სურს და რის საფუძველზე თვლის, რომ მან შენი სულიერი სივრცის მიერ გახსნილ სკოლაში უნდა იაროს. ბრჭყალებში უნდა იყოს. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად გაკეთდება გაიხსნება მათი ბედის რუკა, სულის რუკა, რამისით არის მისი სული მოსული და მხოლოდ გასაუბრების და ბედის მატრიცის ფონზე მოხდება მათი დაშვება სკოლაში. დაუბრუნდეთ საკითხს, როდესაც ებადება ადამიანს კითხვა, რომ თუ ვიცი მე, აბა რაღა თმინდა ეხლა რასაკითხის ქალი ლაპარაკობს აქ, ხო? ძვირფასო სულებო, ღია მეხსიერების ადამიანებს აქვთ გაურკვეველი
სიტუაციები მიწერ ცხოვრებაში, როდესაც ისინი საკუთარ თავში ეჭვდებიან, როდესაც ისინი საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი, როდესაც მათ გონიათ, რომ რაღაცეები ეჩვენებათ და როდესაც გონიათ, რომ ეს უბრალოდ რაღაცა დამთხოვებია. იმ სკოლაში თითოეული მიღებული ადამიანი და დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა იქნება. თითოეული მიღებული ადამიანი ჩემთან გააღვიძებს თავის ცოდნას საბოლოოდ. მე მათ ვერაფერს ვერ ვასწავლი, გარდა ბრჭყალებში ფაქტიურად გამოდის მე ვიქნები მათი წვრთნელი. იმ ცოდნისა, რომელიც მათ უკვე აქვთ. მე აღმოვაჩენ ნამდვილ ცოდნებს, ბრჭყალებში ნამდვილ ცოდნებს აღმოვაჩენ და მათ გავუხსნი სინათლის გზას, სივრცეს, მივცემ სივრცეს, რომელ სივრცეში უნდა იარონ და ვესაუბრები იმ თავის ინდივიდუალიზმზე, იმ საკრალურ ღია მეხსიერებაზე, რომელიც ყველას იქნება ინდივიდუალური. ეს რაც ძირითადი საფუძველია. რა თქმა უნდა, ეხა სწავლებებია ის სიტყვა სწავლება, რაღაც ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლის ძვირფასებო. და თუ კი ვინმეს რამეს ასწავლის, იმ სწავლის იქით ინჩი-ბინჩი არ იქნება. ამიტომ მე არაფერს არ ვასწავლი, რადგან ადამიანები, რომლებიც იქნებიან იქ, მათ ყველაფერი ეცოდინებათ ისედაც. უბრალოდ მე მათ ბრილიანტი ქვიშაში გდია და ცოტა ბრწყინავს და ვერ გაუგი ადამიანს რა არის. მე მათ ზედაპირზე ამოვიტანა. რა თქმა უნდა, ჩემს ცოდნასაც გადავცემ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან. გავუზიარებ და დანარჩენ დეტალებს უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ ძვირფასო ადამიანებო. რაც შეეხება ისეთ ადამიანებს, ვინც თვლის, იმედია ეს ვიდეო ძალიან დიდ მასშტაბებზე გავა და ამაში დამეხმარებით თქვენს, თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, მე მადლიერი დაგრჩებით, მაგრამ ის, ვინც უნდა ნახოს, მაინც აუცილებლად ნახავს. შერჩევა ფაქტიურად მე აი ეს რაღაცა დაკონკრეტება, ეს რაღაცა მიწიერ დონეზე დეტალიზირება, როგორ თუ შეატყობ, ვინც ხართ ჩვენთან შეატყობდით, რომ ეს ჩემი არ არის. შერჩევა ფაქტიურად დაწყებულია და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის თავში თვლის, რომ რაღაც იცის, მაგრამ არ იცის საიდან, ეს შეუძლია გამიზიაროს. პირველი ეტაპი ეს არის, რომლის ფონზეც დავინტერესდები, თუ არ დავინტერესდები, იმ სულით, რომელსაც გონია, რომ აქვს ღია მეხსიერება.
გამიზიარეთ თქვენი ცოდნა, რომელიც არ იცით საიდან გაქვთ. Facebook-ზე შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში და დიდი თხოვნა იქნება ეს ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით ჩამიწეროთ. შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში მზის ლოგოა ის, რაც TikTok-ზე არის და YouTube-ზე. მე დაგემშვიდობებით, გელოდებით ასეთ ადამიანებს და როგორც აღნიშნე დანარჩენ დეტალებს ეტაპობრივად აუცილებლად გავიგებინებთ. რაც შეიძლება ამ კუთხით იყოს მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებაში არიან. გაუგებრობაში და ინტერესში.